ხვდავების ძალა. თუ რომელიმე თქვენგანს 2002 წლებში ბოსტონში, უფრო ზუსტად კი მეტროში გიცხოვრიათ და 94 ნომერი ავტობუსით გისარგებლიათ, მაშინ აუცილებლად გემახსოვრებათ ამ ავტობუსის ხშირი მგზავრი. გრძელთმიანი, მაღალი და გამხდარი ახალგაზრდა ქალი და უზარმაზარ ზურგჩანთა გადაკიდებული ასე 5-6 წლის ბიჭი, მოკლედ შეჭრილი ხმებითა და კეპით. ისინი ყოველდღე ზუსტად 7 საათსა და 15 მინუტზე იდგნენ ავტობუსის გაჩერებაზე შერონ სტრიტისა და ჰარვარდ ავენიუს კვეთაზე და საღამოობითაც ამ გაჩერებაზე ჩამოდიოდნენ. შერონ სტრიტის პარალელურ ქუჩაზე, ლოურენს სტრიტზე, რომ დიდი აივნებიანი თეთრი სახლი იდგა, მის მოპირდაპირე მხარეს პატარა ქუჩა ჩადიოდა, სალემ სტრიტ. სწორედ ამ ქუჩის განაპირას იდგა დაბალ ღობეს შემოვლებული ხის ორსართულიანი სახლი, რომლის პირველ სართულზე ამ სახლის პატრონები, მისტერ და მისის არლინგტონები ცხოვრობდნენ. მეორე სართულს კი აქირავებდნენ ძირითადად უცხოურ სტუდენტებს. სწორედ ამ სახლში ცხოვრობდით მე და დედაჩი. სწორად ის ზურგჩანთა გადაკიდებული ბავშვი მე ვარ, ის გრძელთმიანი და გამხდარი ქალი კი დედაჩი. ამერიკაში ახალი ცხოვრების საძებნელად ჩასული და სხვა მილიონობით ადამიანის მსგავსად შრომის თავდამდაბლ რიტმში ჩართული თუ ჩათრებული. სიმართლე გითხრათ, მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის, რომ ბოლომდე მეგრძნო და გამეგო ეს რას ნიშნავდა. მაგრამ დედის დაღლილ და ხშირად გატანჯულ სახეს რომ უყურებდი, ხვდებოდი, რომ თქვათ ისე არ იყო საქმე, როგორც დედას ეგონა რომ იქნებოდა. ხოლო ვინაიდან მე ბავშვობიდან არ მიყვარდა ზედმეტი კითხვების დასმა და ყოველთვის იმას ვჭირდებოდი, რასაც დედა მეტყოდა, არც ამჯერად ვაწუხებდი დედას ზედმეტი კითხვებით და ვცდილობდი თავად წარმომედგინა ის ყველაფერი, რასაც დედა გრძნობდა და განიცდიდა. დღემდე არ ვიცი, ზუსტად რომელ საათზე იგუძებდა დილით დედა. მე რომ თვალს ვახელდი, დედას უკვე ეხუძა და სახლში რძიანი ყავისა და შვრიის ფაფის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. სანამ მე ფაფას ვჭამდი, დედა პანჯარაში თავდაყოფილი სიგარეტს ღრმა ნაპასებით ჩქარ-ჩქარა ეწეოდა და სულ იმას ამბობდა, ოღონდ ეხლა მისტერ და მისის არლინგტონებმა არ გამინახოთ. მე არ ვიცოდი რა მოხდებოდა დედას, ასე სასაცილოდ პანჯარაში თავდაყოფილსა და ყელმოღერებულს სახლის მეპატრონეებით დაინახავდნენ, მაგრამ რადგან დედა ამას საფრთხე დახიქვამდა, მე ჩუმად გულში ვნატრობდი, რომ ეს არ მომხდარიყო. ვნატრობდი, რომ დედას უსაფრთხოდ მოეწია სიგარეტი და სახლიდანაც მშვიდად გავსულიყავ. ასეც ხდებოდა. სახლიდან გასულები ჩქარი, ზოგჯერ კი ძალიან ჩქარი ნაბიჯით ავტობუსის გაჩერებისკენ მივდიოდით და უკვე ორივესთვის გაზეპირებულ ტექსტს ვისმენდი. მე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მეჩქუბა ვენთან. უნდა დამეჯერებინა მისის რამოსისთვის, დედამას რატომღაც სულ მისის რამოსას ეძახდა და სანამ დედა არ მომაკითხავდა, არავის, სულ არავის არ უნდა გავყოლოდი არსად. გასაგებია, სკოლის ჭიშკართან მისულს კითხავდა დედა და მეც თავის დათვლებით პასუხობდი, რომ გასაგებია. დედა სამსახურში მიდიოდა და მე ზუსტად ვიცოდი, რომ მოსწავლეები და სკოლას ყველაზე ბოლოს დღესაც მე დავტოვებდი. მე ეს არ მომწონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ დედა სხვანაირად არ გამოსდიოდა და ამიტომაც არ ფრაზდებოდი და არც არაფრის მეშინოდა. მე ზუსტად ვიცოდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, დედა ყოველთვის მოვიდოდა და ჩვენ ყოველთვის სახსალამათები და უვნებლები დავბრუნდებოდით სახლში. ამის რწმენას ის საიდუმლო მაძლევდა, რომელიც მარტო ჩვენ ორმა, მე და დედაჩემმა ვიცოდი. როდესაც ამერიკაში პირველად ჩავედით და არლინგტონების სახლში დავფინავდით, ჩვენთან დედას მეგობარი ლორა მოვიდა. მე მაშინ ინგლისური არ ვიცოდი და მათი ნალაპარაკებიდან ვერც ვერაფერი გავიგე. როცა ლორა წავიდა, დედამ მითხრა, რომ მე ძალიან მაგარ სკოლაში ვივლიდი და ამერიკელ ბავშვებთანაც ძალიან გავერთობოდი. ძალიან. მართლაც მეორე დღეს დედამ სკოლაში წავიდა. ის დღე ბუნდოვნად მახსოვს. მახსოვს ბევრი ბავშვი, ყველა უცხო და რაც თავარია სხვა ენაზე მოლაპარაკე. ავტობუსიც მახსოვს ყვითელი სკულბასი, რომელშიც რატომღაც აღმოჩნდა. როგორც მალევე გაირკვა, მე სკოლის დახანგრძლივებულ ჯგუფში ვიყავი და ვინაიდან იმ სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი after school პროგრამა, ანუ დახანგრძლივებული ჯგუფი არ იყო, სხვადასხვა სკოლებიდან მიყავდათ ბავშვები ერთ კენედის სკულში, საიდანაც დღის ბოლოს უნდა წავიყვანე დედას. ახლაც მახსოვს ის დაბნეულობა და ტირილი სურვილი, რომელიც მაშინ გამიჩნდა, როცა ავტობუსის მძღოლმა ავტობუსში პირველად აღმოჩნდი თან მარტო. რაღაცეები მითხრა და მე ვერაფერი ვერ გავიგე. ერთი სიტყვით ცუდი დღე იყო. დედამ რომ მომაკითხა და წამიყვანა მთელი გზა ვდუმდი. ვიცოდი, რომ რამე რომ მეთქვა ეგრევე ტირილი ამეთყდებოდა, მერე დედაც ამყვებოდა და უარესი იქნებოდა. ამიტომ ვარჩიე ხმა არ ამონდა. არა და დედა გაუჩერებლად მელაპარაკებდა და მელაპარაკებოდა. თან უამრავ კითხვას მისვამდა, რადგან მე ხან თავის დათნევით, ხან თავის დათნევით და ხანაც მხრების აჩეჩვით ვპასუხობდი.
ერთი სული მქონდა, როდის მივიდოდით სახლში, რომ ჩემს უზარმაზარ საწოლზე გამშვიდობილიყავი და დამეძინა. როგორც სახლში მივედით, იმ წამსვე საძინებლისკენ გავიქეცი და ლორგინზე პირქვე დავიმხე. მეტირებოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. ვფიქრობდი, რომ დედა რომ დაიძინებდა, მერე მეტი. საიდუმლო შენახვა შეგიძლია? კითხა მოულოდნელა დედამ და გვერდით მომიწონა. მე მაშინ სულ რაღაც 5 წლის ვიყავი, მაგრამ დავიჯერო. არსებობს კი ამბობდა 5 წლის ბავშვი, რომელიც იტყვის, რომ საიდუმლო შენახვა არ იცის და თავის თავს ამ სიამოვნების მიღების საშუალებას მოუსწოვს? მე მგონია, რომ არა. ამიტომაც გამოვცოცხლდი და დედას მივაშტერდი. დედას მუჭი შეკრული ჰქონდა და შეთქმული სახით მიყურებდა. მე თანხმობის და თავი დავუქმნიე და გავიგე, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი საიდუმლო იყო. ოღონდ არავის, სულ არავის არ უნდა უთხრა, გამაფრთხილა დედამ და შეკრული მუჭი გაშალა. ხელის ბულზე პატარა თეთრი აბი-იდო, საწუწნი კანფეტისნაირი. ეს იცი რა არის? ხმას დაუწია დედამ და ის იყო, მინდოდა მეთქვა, რომ კანფეტი და დედამ ისე შეთქმულივით გამიხილა, ხვას კიდევ უფრო დაუწია და თითქმის წაიჩურჩულა. უკუდავების წამალი მინდოდა მეკითხა, მაგრამ დედამ არ მაცალა და განაგრძო. შეხედე, ეხლა ამ აქვს მე და შენ ორ თანაბარ ნაწილად გავიხო. ერთ ნახევარს მე დავლებ, მეორეს შენ და არასდროს, სულ არასდროს არაფერი დაგვემართება. ჩვენ სულ ვიცოცხლებთ და სულ ერთად ვიქნებით. ოღონდ არავის არ უნდა უთხრა. დაიფიცე და მეც დავიფიცე. დედამ გამიღება, ხელისწრაფი მოძრაობით წამალი შუაში გადატეხა და მომაწოდა. მე თვალები დავხუჭე და უკუდავების წამალი პირში ჩავიდა. დედამაც იგივე გააკეთა. მერე ცხვირზე მაკოცა და კიდევ ერთხელ გამაფრთხილა, რომ არავისთვის მეთქვა, იმიტომ, რომ ეს ჩვენი საიდუმლო იყო. ამ საიდუმლოს დღევანდელ დღემდე ვნახავ.